ეგრეთ წოდებული წითელი ცირკულარით ძებნილი ვანში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს თავისუფალია და სავარაუდოდ საქართველოში მისი ექსტრადაცია არ მოხდება. ინფორმაციას პაიკიძის ადვოკატი ირმა ჭკადო ადასტურებს. მისივე ინფორმაციით პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა გათავისუფლების საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი თქმით, დამატებით დეტალებზე ინფორმაციას ის ბიჭიკო პაიკიძის ადგილობრივი ადვოკატისაგან ელოდება. მანამდე 19 დეკემბერს უწყებაში დაადასტურეს, რომ საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ესპანეთში დააკავეს ბრალდებული ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე. როგორც მაშინ პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებდნენ, მიმდინარეობდა ექსტრადაციისთვის საჭირო პროცედურები. ბიჭიკო პაიკიძე ბრალდებულია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. პროკურატურამ პაიკიძეს და კიდევ 5 პირს ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა. პროკურატურის ცნობით 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ვიპი ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი დანარჩენი დაკავებულების დახმარებით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4.184.249 ლარს. ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.